გვიანღამით დასრულდა რამდენიმე საათიანი საგამოძიებო მოქმედებები გიორგი და დავით მიქაძეების ოჯახის ავტოსამრეცხაოში. ბიზნესის ოფიციალური მფლობელი ძებნილი დავით მიქაძის ცოლის ძმა პაატა შატბერაშვილია. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიები. ჩხრეკა მის პირად ავტომობილშიც ჩატარდა. რას ეძებდა პოლიცია და რომელი გამოძიების ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებებს არ აკეთებს. ამის შესახებ დაზუსტებით არც ბრალდებული მიქაძეების ადვოკატებმა იციან, თუმცა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა საგამოძიებო მოქმედებები ლევან ჯანგოლაძის მკვლელობის რომელიმე საქმეს უკავშირდებოდეს. შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვა ორგანიზების ბრალდებით გიორგი მიქაძე დაკავებულია, დავით მიქაძეს კი, რომელიც ძებნილია, ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი. ნატალი ჯახუტაშვილი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც გუშინ უნივერსიტეტის ქუჩაზე იმყოფებოდა და ჩხრეკას ადევნებდა თვალს. ნატალი, რა არის ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებით ამ დროისთვის? შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმს გეკა გელაძის უწყება არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუშინდელი სპეცოპერაცია უკავშირდებოდა ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთილ საქმეს. ერთადერთი, რასაც ოფიციალურად გვეუბნება საგამოძიებო ორგანო, არის ის, რომ გუშინდელი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ერთ-ერთი სიცხლის სამართლის საქმის ფარგლებში და მიქაძეების ადვოკატისგან, რაც ვიცით, არის ის, რომ გამომძიებლებმა გუშინ ამოიღეს ამ პერიმეტრზე არსებული სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერები, ასევე ამოღებულია დე-ფაქტო მფლობელის რეგისტრირებული იარაღის ტყვიები და ასევე გაჩხრიკეს პაატა შატბერაშვილის ავტომობილი, თუმცა საუბრობენ იმაზე, რომ მხოლოდ ფორმალურად არის დავით მიქაძის თოლის ძმაზე გაფორმებული შიპს და რეალურად ეს ავტოსამრეცხაო საშხაპე ეკუთვნის კრიმინალურ ავტორიტეტებს ძმებ მიქაძეებს. სხვათა შორის აქტიურად ვრცელდება ასევე ცნობები, რომ ძალიან ხშირად სტუმრობდნენ ძმები მიქაძეები ამ ადგილს, მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ოთარ ფარცხალაძესთან და საუბრობენ იმასაც, რომ შეკრების ერთ-ერთი მთავარი ადგილი ძმები მიქაძეებისთვის და ყოფილი გენპროკურორისთვის იყო სწორედ ეს ავტოსამრეცხაო და კონკრეტულად ამბობენ იმასაც, რომ ისინი ხშირად იკრიბებოდნენ აი ამ კარს მიღმა დახურულ სივრცეში, სადაც გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა საგამოძიებო მოქმედებები. ახლა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას ეს ავტოსამრეცხაო. ჩვენ სხვათა შორის თანამშრომლებისგან დავინტერესდით, რამდენად ხშირად სტუმრობს და მოდის სამსახურში ამ ავტოსამრეცხაოს მფლობელი დავით მიქაძის ცოლის ძმა პაატა შატბერაშვილი და სხვათა შორის დაგვიდასტურეს, რომ ის სამსახურში ხშირად ჩნდება, თუმცა გვითხრეს, რომ ამჟამად ის აქ არ იმყოფება. პაატა შატბერაშვილი მოდის ხოლმე თვითონ? აი ბოლოს როდის იყო? ბოლოს მოკლა-ვთი მე და მანამდე მუშაობდა. და ჩვეულებრივად სამსახურში ესე ყოველდღიურად დადიოდა, ხო? იმიტომ რომ გუშინ ხო მაგასთან დაკავშირებით ჩატარდა რაღაცა საგამოძიებო მოქმედებები, მაგიტომ მაინტერესებდა. ანუ თბილისშია, რო ვიცოდე, თქვათ რომ დავუკავშირდეთ. და მიქაძეებიც დადიოდნენ, ნუ ეხა ვეღარ დადიან გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ პაატა შატბერაშვილს ხედავთ ხოლმე, აქ მოდის ხოლმე? გუშინ რაღაცა საგამოძიებო მოქმედებები რომ ჩატარდა აქ, იცით რამე მაგაზე? აბა მიქაძეების მეგობრები ხართ? ძმებ მიქაძეებს ბრალად ედებათ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება. გიორგი მიქაძე ერთ-ერთი ძმა იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, რაც შეეხება დავით მიქაძეს, მას ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი. გუშინ აქ იმყოფებოდნენ დავით მიქაძის ოჯახის წევრები, კონკრეტულად მისი მეუღლე ესწრებოდა საგამოძიებო მოქმედებებს და მან დაგვიდასტურა, რომ მისი ძმის მფლობელობაშია ეს ავტოსამრეცხაო საშხაპე. საკმაოდ დიდი რაოდენობით იყვნენ გუშინ აქ მობილიზებული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და რამდენიმე საათში მათ უკვე დატოვეს ეს ტერიტორია და ახლა როგორც ხედავთ, ჩვეულებრივად მუშაობს ეს ავტოსამრეცხაო.